მოგესალმებით amigo ebo ჩემი სახელია რეზერგი და ამ ვიდეოში წარმოგიდგენთ მორიგ ვიდეოს და პირველ ვიდეოს თქვენ წარმოიდგინეთ საქართველოსდან რაც კი დამიდია საერთოდ YouTube-ზე სახლიდან გადაღებული ვინც არცით ამ დროის განმავლობაში რას ვაკეთებდი სად ვიყავით რაღაცა პირველ რიგში ერთი რაღაცა იცოდეთ რომ ძალიან გახსნილი ვიყავი და ყველაფერზე ვლაპარაკობდი ამ რა ხდებოდა ჩემ ცხოვრებაში რა ხშირ შემთხვევაში გულისხმობ იმას რომ YouTube-დან წავედი ყველაზე ელემენტალური ესე ჰოპ და არ გამქრალ ვარ YouTube community-ში დავდე პოსტი რომ მეთქი საქართველოში მივდივარ ცხოვრებაში ბევრი ცვლილება შეიძლება მოხდეს რა როგორ არ ვიცი და დაახლოებით ეგეთ რაღაც დავწერე როგორც მახსოვს სადღაც 6-7 თვის წინ და ვესწრები რაც შევა მალე დაგიბრუნდეთ მეთქი რაღაცეები რა მე ვიდეოს დავდე და ის სურათის დავდე უბრალოდ YouTube community-ში რომ საქართველოში ვიყავი და ეგრე გადაწყდა რომ კარჩე ხა საქართველოში ვარ რა წესით წასვლას ვაპირებდი უკან ამერიკაში ეხა უკვე იქ უნდა ვიყო მაგრამ გეგმები შეიცვალა კარჩე ცხოვრებაში რაღაცეები ისე არ არის ხო ხტები ხანდახან როგორც გინდა რომ იყოს ზოგი რაღაც როგორ არის ზოგი კარგად ზოგი ცუდად ხშირ შემთხვევაში ყველაფერი კარგად და ნორმალურად მიდის რისიც ღმერთის ძალიან მადლიერი ვარ რა ხო და ღმერთისას ცხოვრებისას და ყველაფრის ვაფშე მშობლების და ყველაფრის ვაფშე ვისაც კი ჩემთვის კარგი უნდა მოდი ეგრე ვიტყვი რა გეგმები მაქვს კაროჩე YouTube-ზე და რავი ყველაფერი რა კაროჩე ეს დრო რაც სექტემბერში ხონდა წავსულიყავი ხო და ძალიან უცბად გადაწყდა ჩემი საქართველოში დარჩენა აი ყველანაირად აი თითის გადაკაცუნებაში გადაწყდა კაროჩე ჩემი აქ დარჩენა და ამიტომ კაროჩე სექტემბრის მერე უკვე მუშაობ ყველაფერზე რომ ყველაფერი მზად მქონდეს რა ხო აზე ხარ სეტაპი სახლი მაგალითად გარემო კარგად იყოს ხო ხტები და რავი ყველანაირად საერთოდ კაროჩე ყველაფერი ნორმალურად მაინც გამოსულიყო და მე მგონი ბექგრაუნდი და რაღაცა ყველაფერი ნორმალურად არა ისე რომ წავა რა კაროჩე ყოველ შემთხვევაში ხო და ძალიან ბევრი გეგმა მაქვს კაროჩე რა YouTube-თან დაკავშირებით მაგრამ ერთი რაღაცა კაროჩე რისგანაც თავს ვიკავებ YouTube-ზე არის ესეთი რაღაცა რა ჩემი აზრით ნახე პირველ რიგში რადგან მინდა ვთქვა რადგან მინდა ვილაპარაკო ის არის რომ ეგ გადაწყვეტილება არანაირად არ არის გამოწვეული იქიდან თუ აი ხო ხდები სხვებს რა უნდა და სხვებს რა ფიქრობენ აი მე რასაც ვხედავ და რაც მიმაჩნია სწორად იმას ვაკეთებ ხდები რაც შეიძლება ჩემთვის როგორც ეს კარიერისთვის ძალიან ცუდი იყოს მაგრამ მე რასაც ვთვლი საჭიროდ იმას ვაკეთებ ჩემი აზრით დღესდღეობით YouTube-საც აკლია ეგ არის გულწრფელობა YouTube-ს არა საერთოდ ადამიანებს სიცოცხლეს ცხოვრებას განსაკუთრებით social media-ს ძალიან მივაჩვიეთ ადამიანები რომ ადამიანებს ძირითადად ზედაპირულად ვაფასებთ რა რასაც ხედავ სოციალურ ქსელებში მაგალითად ბიჭი გადახედავს გოგოს Instagram-ს გოგო გადახედავს ბიჭის Instagram-ს და სოციალური სტატუსით ან ფრჩხილებში სოციალური იმიჯით შეუძლია გამოიტანოს ბოლო დასკვნა რაც მე ყოველთვის ძალიან არასწორად მიმაჩნდა აი ყველაზე დიდი სისულელეა ვაფშე ეგ რაც კი შეიძლება ადამიანმა გააკეთოს მაგრამ დღესდღეობით იმდენად ნორმალურია რომ ეგ გააკეთო უკვე ანუ ეგ ცუდად აღარ ციცვლება ხვდები ანუ ძალიან განორმალურდა რა ანუ იმდენად გახდა ხალხი social media-ზე დამოკიდებული ხო ხვდები ნებისმიერი სოციალური ქსელი რასაც არ უნდა გადახედო ყველა პერფექტია ხვდები perfect ფოტოები perfect ვიდეოები perfect კადრები perfect transition-ები ანუ ილუზია და შთაბეჭდილება ადამიანს ისეთი გექნება რომ გეკონება ყველაფერი პერფექტია რა და ეს ილუზია ხანდახან ადამიანს როდესაც უყურებ იმდენ კომპლექსს გიჩენს რომ ანუ თავიდან ბოლომდე ვერ ანალიზებ რომ ანუ ეს ყველაფერი რასაც უყურებ ფეიქია რეალურად ეგეთი პერფექტია არავინ და არაფერი არ არის ხო კარგად იცი მაგრამ იმდენად იკარგები ადამიანი იმ ილუზიაში როდესაც ამ პერფექტ რაღაცებს უყურებ რომ გონია რომ ხო ხტები რაღაც არასრულყოფილების შეგრძნება გიჩნდება ან რაღაც ეგეთი რა აი ძალიან ხშირად დამიმუღამებია ეგეთი რაღაცა პატარაობაში მაგის მსხვერპლი მეც გამختار ვარ კაროჩე მაგრამ მე რო ვისწავლე როგორ მუშაობს social media და ანუ როგორ გითხრათ აი მე ხო YouTube-ში და სამზარეულოს ძალიან კარგად ვიცნობ და საერთოდ ყველაფერს ანუ ერთ სოციალურ ქსელს თუ გაიცნობ მე ყველაფერს ამუღამებ როგორია და რაღაცა social media-ის შიდა სამზარეულოს ძალიან კარგად ვიცნობ ხო აი ყველაზე მეტად როგორიც არ მინდა ვიყო არის როგორებიც სხვა content creator-ები არიან რა ყველაზე მეტად როგორიც არ მინდა ვიყო ეგ არის როგორ ხალხსაც სოციალურ ქსელებში თქვენ ხედავთ ხვდები როდესაც ჩემ channel-ზე შემოდიხართ და მე მიყურებთ აი პირველ რიგში მინდა ხედავდეთ ერთ ჩვეულებრივ ტიპს ხო ხვდები რა და მეც არაფერ განსაკუთრებულს ერთ ჩვეულებრივ ადამიანს და ერთ თითოეულ თქვენთაგანს თითოეულ თქვენგანი მინდა ანუ კედა მე მინდა რომ თითოეულ თქვენგანს საკუთარ თავში ხედავდეთ ხვდები ჩემ თავს უბრალოდ რა ანუ ერთი ჩვეულებრივი ტიპი რომელიც სარქმელი ვერ დავალაგე მაგრამ ხო მიხდით რას ვამბობ ქართულთან ძალიან მიჭის ხოლმე ხანდახან ეგეთ თემებზე საუბარი რომ აი ვერ პოულობ კაროჩე სიტყვებს რა როგორ ჩაუსვა ხო და ეგ არის რა კაროჩე რომ აი მინდა რომ კაროჩე ანუ ჩვეულებრივ ადამიანს ხედავდეთ როდესაც ჩემს წინზე შემოდიხართ არ იყოს რაღაცა სუპერ ედიტი არ იყოს რაღაცა ყველა საოცრება და რაღაცა ხო ხტები ყველაფერი მინდა იყოს ძალიან casual და ძალიან chilly რა შედეგები მოყვება მაგას
რაც ვიცი, ეგ არის რომ full time streamer-ი ან full time YouTuber-ი ვერასოდეს ვერ გავხდები. ეგ არის გულისხმობ იმას რომ თუ გინდა რომ full time streamer-ი ან full time YouTuber-ი იყო, ძალიან perfect უნდა იყო რა, კაროჩე, perfect edit-ი, perfect transition-ები, perfect ხარისხი. ხო და ეგ რაღაცა კაროჩე მაგას ეწინააღმდეგება. და ეგ რაღაცა ბავშვობიდან რეალურად ეხლა რომ დავფიქრე, ყოველთვის აი ჯერ კიდე 2009 წლიდან YouTube-ი რო იხოდებოდა ნელა 2012 წლამდე და 2011-ში თუ 2010-ში უკვე Twitch-ი რო შემოვიდა, აი მაგ დროიდან ოცნებობდი კაროჩე, რომ მეთქი აი მეც ესეთი მინდა ვიყო, მაგალითად ორი მაგალითი ვინ შემიძლია მოვიყვანო, არის დაკოტას და სამიტი. ეგ მაგორის არის უმიდოდა ხოლმე ყოფილიყავი რა, ხო და აი ეგ რაღაცა რაც მე მინდა გავაკეთო, ვიცი რომ ჩემოცნებაზე უარს მათქმევინებს, მაგრამ მირჩევნია ჩემოცნებაზე თქვა უარი და ყველას არ დავემსგავსო ხო ხვდები ვიდრე რაღაც ეგეთი გავაკეთო. აი, როგორც გითხარით, ჩემ channel-ზე როდესაც შემოდიხართ, მინდა რომ ერთ ჩვეულებრივ ტიპს და ერთ ჩვეულებრივ ადამიანს ხედავდეთ და არა ვიღაცა მაგარ content creators, რომელიც ცდილობს რომ საკუთარი თავი ძალიან მაგარი ტიპი დაგანახოთ, ან უშეცდომო დაგანახოთ, ან რაღაცა perfect-ი დაგანახოთ, ხო ხვდები, რომელსაც ყველაფერი fake-ია, კაროჩე, აი ხმის ტონიც კი დაყენებული Twitch-ში, რამდენი ადამიანი ვიცი ეგეთიც ვერც კი წარმოიდგენთ დღესდღეობით social media-ში რა. ხო და აი ეგ არის რა. კაროჩე, მინდა რომ ერთ ჩვეულებრივ ტიპს ხედავდეთ, როდესაც ჩემ channel-ზე შემოდიხართ. რაც შეეხება თვითონ contents, გარკვეულ დონეზე იგივე იქნება, გარკვეული დროით. ყველა ვინც იცის, კაროჩე, იდეაში ძალიან დიდი ხანია მაქვს PC-ის აწყობა და ახალი PC-ის ყიდვა, რაც უკვე რეალურად შემიძლია. მაგრამ სწორ მომენტს ველოდები მაგისთვის და სწორ დროს, ხვდები? ეხლა რომ რეალურად მე მოდი ვთქვა, აი ძალიან მაგარი კომპიუტერი ვიყიდო, კი, გადავიღებ აი 5 თამაშს გადავიღებ, მაგალითად აი 4-5 თამაშს გადავიღებ, რაც მე ძალიან მინდა. და მე ვსიო, დანარჩენი ისევ იგივე თამაშებს უნდა დავუბრუნდე, ხვდები? და ეგეთ რაღაცა დიდად არ მაწყობს, ხვდები? იმიტომ რომ მე საერთოდ თუ ვინმე მიცნობს, ყველა მიცის რომ რაღაცას თუ ვაკეთებ, ან კარგად ვაკეთებ, ან ვაფშე არა. იგივე იდეოლოგია შემიძლია მოვარგო რაღაცის ყიდვას რა. ანუ კომპიუტერს თუ ვიყიდი ან რაღაცა საოცრებას, ან ვაფშე არ ვიყიდი. ხო და ამ ეტაპზე ყველაზე კარგი არის, კაროჩე, დავჰოლდო, დავჩილო და შევხედო კაროჩე სიტუაციას რა და როგორ. განსაკუთრებით ეხა 2026 GTA რო გამოვა, კაროჩე, ანუ ეგ ისეთი თამაში იქნება, რომ მაგის გარდა არაფერზე არ ილაპარაკებს ხალხი, ხვდები? და ჩემგან სხვა თამაშების გასტრიმო და სხვა რაღაცა სრულისრული იქნება ვაფშე. რაც რეალურად ანუ წესით უნდა ვსტრიმავდე იმას, რაც მინდა, მაგრამ ვიცი რომ ეგ ნეგატიურ გავლენას იქონიებს ჩემზე, რომც არ მინდოდეს. ასე რომ შეიძლება ეგ იყოს ერთი პერიოდი, როდესაც შეიძლება თავი დავანებო YouTube-ს სტრიმინგს და მომენტი გადაივლის თუ არა ეს GTA-ს IP, ისევ ჩაულებრო დავუბრუნდები სტრიმინგს. ეგ ზუსტად ვიცი. რაც ეხება თვითონ GTA-ს, კარჩე, უეჭველი მინდა მეც მაგ თამაშის თამაში, მაგრამ ცოტა ტვინის ბურღი არის რა. ანუ ერთი თამაშის გამო წარმოიდგინეთ, დღესდღეობით GTA რო ითამაშო ადამიანმა, ერთი თამაშის გამო უნდა იყიდო PS5 თვითონ თამაში და 3-4 equipment-ი PlayStation-ის რაც დაახლოებით $900-ზე ისე არის როგორც არაფერი, რაც ანუ შემიძლია ვიყიდო, მაგრამ სრულისრული მგონია ერთი თამაშის გამო ადამიანმა $900 გადაიხადო. ხო და რავი, ანუ PC-ზე რო იყოს ეგ თამაში, აი ახლა კაროჩე მე რო ვიცოდე რომ GTA 6 PC-ზე გამოდის, ახალი კომპიუტერი იქამდე მექნებოდა სანამ GTA 6. რომ GTA 6 უკვე PC-ზე მეთამაშა. მაგრამ ხო ვიცი რომ GTA 6 მინიმუმ ყველაზე მინიმუმ 1 წელიწადი ან მაქსიმუმ 2-3 წელიწადი არ გამოვა PC-ზე, ასე რომ ანუ აზრი არ აქვს რა. PlayStation-ის ყიდვას ერთი თამაშის გამო. ასე რომ ეგ თამაში გამოვა, მაგ დროში პაუზას ველოდეთ. ხო და რაც ეხება რავი დღევანდელ დროს რა, კაროჩე, reaction-ებს დავუბრუნდები უეჭველი, Resident Evil-ზე 2 სიტყვა შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან მაგარი მუღამი მაქვს Resident Evil-ის Requiem-ის. ძალიან თავიდან არ მომეწონა ეგ თამაში, მაგრამ მე რაღაც გავიგე რაღაცები და ძალიან დამაინტერესა. შემდეგი ვიდეო რასაც დავდებ, reaction-ები იქნება, reaction ვიდეო იქნება Requiem-ზე, არის 9-ის. და ასევე სტრიმინგს დავუბრუნდები, კაროჩე, Twitch-ზე ჩვეულებრივად ყოველდღიურ სტრიმებს, ვისაც გაინტერესებთ და მიცელოდებით ხოლმე მაგას. დავარეკდებ ხოლმე იქაც რაღაცებს, PvP Battle ეხა ის ბოლო სეზონის ახალი სეზონი რო გამოვიდა. და რავი, კაროჩე, პატარ-პატარა სიახლეებს ელოდეთ რა, მაგრამ იცი როგორ მინდა, კაროჩე, აი ნახე, ძალიან დიდი ბუსტი და ჯამპი არ მინდა ნახტომში მქონდეს კონტენტი, ხვდები? ან ნელა მინდა წავიდე რა. ეხლა დავალაგე ყველაფერი საქართველოში და ცხოვრება, გადმოცხოვრება ძალიან რთულია. ძალიან ბევრ რაღაცას უნდა მიეჩვიო, ხვდები? ბევრ რაღაცასთან უნდა მოახდინო ადაპტაცია. ბევრი რაღაცა ისწავლო და საქართველოში გადმოწყობა ცოტა რთულია რა ჩემთვის. ხო და ამ ყველაფერს ვეჩვევი, ამ ყველაფერს ვალაგებ და რავი, შევეცდები კაროჩე რომ ხოდი არ დავაგდო რა. დანარჩენი მეტი არაფერი არ მეთქვის, თუ ვინმე სამე შეკითხვა გაქვთ კომენტარებში, დამიწერეთ და ვეცდები აუცილებლად რაც შემიძლია მალე ამ კომენტარებს უპასუხო და რავი. არც ეს შეკითხვა, კაროჩე, და არც ეს კომენტარი უპასუხო და არ დავტოვო. დიდი მადლობა მოკლედ ყურადღების სამიგოებო, თავს გაუფრთხილდით წარმატებები და გეოდებით შემდეგ ვიდეოში და ჯაკეთან შეიძლება live stream-იც კი იყოს. Peace.